რასაფრთხებს უქმნის D-ვიტამინის ნაკლებობა ადამიანის ორგანიზმს, როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ D-ვიტამინის დეფიციტს. ამ და სხვა შეკითხვებზე დილის სივრცის პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუდიაში ექიმი, ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი ნაია ლატარია გვიპასუხებს, რომელიც უკვე ჩვენთან ერთადაა. დილამშვიდობის ნაია. დიდი მადლობა, რომ პირველ რიგში ჩვენთან ერთად ხართ და გამონახეთ დრო. მადლობა თქვენ მოწვევისთვის და მევესალმები ჩვენს მსმენელს. კი ბატონო, ნაია, საკმაოდ აქტუალური თემაა და განსაკუთრებით უფრო მეტად აქტუალური ხდება ხოლმე ზამთარში D-ვიტამინი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. მოდით ცოტა თავიდან რომ დავიწყოთ და ჩვენ რადიო მსმენელს რომ განვუმარტოთ, რა არის D-ვიტამინი და რა როლი აქვს ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. D-ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელსაც ბოლო პერიოდში სამედიცინო საზოგადოებაში როგორც ჰორმონის ისე მოიხსენიებენ, იმიტომ რომ გამოვლინდა მისი აქტივობები ჰორმონული, იმიტომ რომ D-ვიტამინი არის ერთადერთი ვიტამინი, რომელსაც უჯრედებში გაჩნია რეცეპტორები და უკავშირდება ამ რეცეპტორებს და ასე მოქმედებს, რაც ზოგადად ვიტამინებს ასეთი ფუნქცია არ გააჩნიათ. D-ვიტამინის პირველი ყველაზე მთავარი ფუნქცია ეს არის უზრუნველყოს საკვებიდან ან დანამატიდან მიღებული კალციუმის შეწოვა ნაწლავებში. იმისათვის რომ მოხდეს ძვლების კალციუმის და ფოსფორის, იმისათვის რომ მოხდეს ძვლების ნორმალური მინერალიზაცია და არ მოხდეს კარგვა მინერალების ძვლებიდან, რაც შემდგომ უკვე ვლინდება ბავშვებში რაქიტის სახით და დასრულებში ოსტეომალაციის სახით. ეს არის მთავარი ფუნქცია D-ვიტამინის, რაც მან უნდა უზრუნველყოს ჩვენს ორგანიზმში. და როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ გვაქვს მაგალითად D-ვიტამინის ნაკლებობა, აი რა დამახასიათებელი სიმპტომები აქვს საინტერესოა? ხო, ძალიან რთული არის სხვათა შორის, იმიტომ რომ ეს დამოკიდებული არის ზოგადად D-ვიტამინის დეფიციტის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე, რამდენი ხანი არის პაციენტს აღენიშნება D-ვიტამინის დეფიციტი და ზოგადად ძირითად შემთხვევაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ყოვლად უსიმპტომოდ. მაგრამ თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არის D-ვიტამინის დეფიციტი და ამან გამოიწვია კალციუმის დონის დაქვეითება სისხლში და შემდგომ უკვე შესაბამისად მეორეული ჰიპერპარათირეოზი, ანუ პარათორმონის დონის მატება, იმიტომ რომ დაბალ კალციუმზე ორგანიზმი პარათორმონის დონის მატებით პასუხობს, აქ უკვე ხდება ძვლებიდან გამოდევნა კალციუმის იმისათვის რომ სისხლში შეივსოს ეს დანაკლისი და პაციენტებს აღენიშნება ძვლების ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების სისუსტე და ძირითად შემთხვევაში ამით ხდება პირველი ასე ვთქვათ, ნიშნები და პირველად ამ დროს მიმართავენ ექიმს თუ აწუხებთ თუ არა და სკრინინგულ გამოკვლევებში, როდესაც უბრალოდ სხვა გამოკვლევებთან ერთად D-ვიტამინს ვაკეთებთ ყველანაირი სიმპტომის გარეშე, ან თუ დავაფიქსირეთ სისხლში დაქვეითებული კალციუმის დონე ვაკეთებთ, მომატებულ კალციუმზეც ვაკეთებთ D-ვიტამინის დონეს, ასევე ტუტეფოსფატაზის განსაზღვრა თუ ხდება რაღაც სხვა მიზეზით, მაშინაც ვაკონტროლებთ D-ვიტამინის დონეს. თუმცა საქართველოში ძირითადად სკრინინგულად სიმპტომების გარეშე კონტროლდება D-ვიტამინის დონე. დიახ, აი წეგან ახსენეთ სიმპტომები ნაკლებად ახასიათებს გამოკვეთილად ასე. მაგრამ შეიძლება რომ მაგალითად D-ვიტამინის ნაკლებობა მოფლიანობა გამოიწვიოს? D-ვიტამინის ნაკლებობისა და ოფლიანობის კავშირი მტკიცებით მედიცინას ასე კონკრეტულად არ აქვს, მაგრამ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ D-ვიტამინის დეფიციტი და თან პარალელურად აღენიშნებათ ოფლიანობა, უმჯობესდებათ და უმცირდებათ ოფლიანობა D-ვიტამინის მოწესრიგების პარალელურად. და საინტერესოა კონკრეტულად რა გართულებებს იწვევს D-ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში და რომელი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს მისი დეფიციტი? დიახ, როგორც უკვე აღნიშნეთ, აი ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ ეს არის რაქიტი და ოსტეომალაცია. ანუ ძვლების მინერალიზაციის დაქვეითება. და ასევე D-ვიტამინის არაძვლისმიერი გართულებებით აღენიშნება D-ვიტამინის დეფიციტს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის ბოლომდე დამტკიცებული და ამ ყველაფერზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გარკვეული კვლევები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ D-ვიტამინის დეფიციტის კავშირებზე კიბოს განვითარებასთან, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ D-ვიტამინის კავშირზე იმუნური სისტემის გაძლიერებასთან, იმიტომ რომ იმუნური სისტემის უჯრედებს აქვთ რეცეპტორები, რომლებზეც მოქმედებს D-ვიტამინი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის ბოლომდე დამტკიცებული, მაგრამ არის წინასწარი კვლევები, რომელსაც კიდევ უფრო ესე ვთქვათ ფართო დამტკიცება ჭირდება, რომ D-ვიტამინის ცუდი მდგომარეობა, ანუ დეფიციტი ან არასაკმარისი ოდენობა
აქვეითებს, ანუ მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, უფრო დასუსტებული ორგანიზმი ნაკლებად მდგრადი არის ვირუსების და ბაქტერიების მიმართ. ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოქვეყნა კვლევა ფართო და რანდომიზებული, სადაც დადგინდა კავშირი დ-ვიტამინის დეფიციტსა და ნაწლავის კიბოს შორის. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დ-ვიტამინის სიჭარბე ასევე შეიძლება იყოს გარკვეული სახის კიბოს განმაპირობებელი. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო დეფიციტის მოგვარებასა და გადაჭარბებული დოზირებით მიღებას შორის. ამიტომ ყოველთვის პაციენტი უნდა ექიმის დანიშნულებას მიყვეს და თვითნებურად არ მიიღოს გადაწყვეტილება. საინტერესოა, ვინ მიეკუთვნება დ-ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკ ჯგუფებს? თუ არის ასე, რომ დიახ, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ პირველ რიგში ხანდაზმული მოსახლეობა. მეორე, ეს არის ქალები, რომლებიც არიან მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, ანუ კლიმაქსის შემდგომ პერიოდში, რადგან ჰორმონული ცვლილებები ორგანიზმში ასევე ხელს უწყობს დ-ვიტამინის დაქვეითებას და ძვლის მინერალიზაციის დაქვეითებას. ეს არის სიმსუქნით დაავადებული პაციენტები, იმიტომ რომ მათთან შეწოვა, ესე ვთქვათ, გართულებული არის დ-ვიტამინის როგორც კანიდან, ასევე საკვებიდან მიღებული და დანამატი სახით მიღებული დ-ვიტამინის. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცევონ პაციენტებმა, რომლებსაც გაკეთებული აქვთ კუჭზე ოპერაციები, როგორც არის სლივგასტრექტომია მაგალითად, ასევე პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მალაბსორბციის სინდრომი, ანუ ეს არის ნაწლავის დაავადებები და ასევე ცელიაკია, რადგან მათაც დარღვეული აქვთ შეწოვა. და ასე ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებიც და ალბათ ასეთი არის სრული უმრავლესობა, რომლებიც ატარებენ დღის უმეტეს მონაკვეთს შენობაში და გარეთ მზესთან აქვთ ძალიან ცოტა შეხება. იმიტომ რომ დ-ვიტამინი ცნობილია, რომ არის მზის ვიტამინი და მიიღება მზის ულტრაესფერის სხივების კანთან ურთიერთქმედების შედეგად. დიახ. აი საინტერესოა სამკურნალო წესი როგორია და დ-ვიტამინის ნაკლებობის დროს რომელი პროდუქტებია, რომლითაც დიდარია დ-ვიტამინი, ასე ვთქვათ, თუ არის ასე? დიახ. დ-ვიტამინის სამკურნალო დოზირება განისაზღვრება დ-ვიტამინის სტატუსის მიხედვით. ანუ როგორი დონე არის დ-ვიტამინის, იმის მიხედვით ინიშნება სამკურნალო დოზა. და ამ სამკურნალო დოზას აქვს თავისი ხანგრძლივობა 3 თვე, 4 თვე და შემდგომ ხდება უკვე საპროფილაქტიკო დოზაზე გადასვლა. ამას უკვე ექიმი წყვეტს პაციენტის შედეგების მიხედვით და აქვე ვიტყვი, რომ ყოველთვის ურჩევ პაციენტებს ჯერ გაიკონტროლონ დ-ვიტამინის დონე და შემდგომ დაიწყონ მისი მიღება. რაც შეეხება საკვებს, საქართველოს პირობებში, ახლა ჩვენი საკვები ხელოვნურად არ მდიდრდება დ-ვიტამინით. აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში იქ მაგალითად რძე ან ბურღულეული კულტურები ხელოვნურად არის გამდიდრებული დ-ვიტამინით. ამაში ცუდი არაფერი არ არის, ეს პირიქით კარგი არის, იმიტომ რომ ბუნებრივად დ-ვიტამინი საკვებში არც ისე ბევრი არის. საკვები, რომელიც მდიდარია დ-ვიტამინით, ეს არის თევზის ცხიმიანი სახეობები, როგორც არის ორაგული, როგორც არის კალმახი, ქაშაყი, სარდინები. ამიტომ თევზის, ასე ვთქვათ, მიღება სასურველი არის, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ეხლა ამით ძალიან უნდა, დიდი ოდენობა უნდა მიიღოს ძალიან მაშინ, ასე ვთქვათ, ამ თევზის, რომ მიიღოს რაღაცა მინიმალური ოდენობა დ-ვიტამინის, მაგრამ თუ ვთქვათ, ადამიანი მზეზეც ატარებს გარკვეულ დროს, საკვებიც ბალანსირებული აქვს ამ, ვთქვათ, თევზით, მას შეიძლება უფრო, ასე ვთქვათ, კარგი სტატუსი ჰქონდეს დ-ვიტამინის. ასევე კვერცხის გული არის მდიდარი დ-ვიტამინით და სოკოს აღნიშნავ ამ შემთხვევაში ვეგეტარიანული პროდუქტებიდან სოკო ყველაზე მდიდარი არის დ-ვიტამინით. დიახ. აი საინტერესოა ასევე რა შეცდომებს ვუშვებთ, როდესაც დ-ვიტამინს ვიღებთ თვითნებურად? აი პირველ რიგში როგორც აღნიშნე, ეს არის რომ არ გვაქვს გაკონტროლებული დ-ვიტამინის დონე და ისე ვიღებთ. აი ძალიან ხშირი არის, როდესაც აი პაციენტი ეს ძალიან გავრცელებული იყო კოვიდის დროსაც, თვითნებურად უკონტროლოდ იღებდნენ 2000 საერთაშორისო ერთეულს ან 1000 საერთაშორისო ერთეულს დ-ვიტამინს. ამ დოზირებაში ცუდი არაფერი არ არის, ეს არ არის დოზირება, რომელიც რაღაცა ტოქსიურობას გამოიწვევს ხანგრძლივი მიღების დროს, მაგრამ არც დიდი ეფექტი არ ექნება, იმიტომ რომ თუ არის დ-ვიტამინი 10-ზე დაბალი ან 20-ზე დაბალი, 2000
1000 და 1000 არაფერს არ იზამს, ანუ ვერ მოაგვარებს D-ვიტამინის სტატუსს, რაც ჩვენთვის ენდოკრინოლოგებისთვის მნიშვნელოვანია, რომ 30-ზე მაღალი იყოს, 30-დან 50, 70-მდე დაშვებული ოპტიმალური ზღვარი არის. კი, არის ნორმა თითქოს გარკვეული მიღებული ძალიან დიდი დავა არის ნორმებთან დაკავშირებითაც D-ვიტამინის და ზოგადად ლაბორატორიულ ნორმად 100-მდე მიიჩნევა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ 70-ის ფარგლებში შევინარჩუნოთ D-ვიტამინის დონე და ასე კონტროლის გარეშე მის დალევას უბრალოდ აზრი არ აქვს, ამიტომ. დიახ, აი ისიც საინტერესოა, როდესაც მეტია D-ვიტამინი ორგანიზმში, რა ხდება ამ დროს? ამდენად საშიშია. დიახ, D-ვიტამინის ტოქსიურობა საკმაოდ საშიში არის, იმიტომ D-ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ჰორმონი, ეს არ არის წყალში ხსნადი, რომელიც ჩართთან ერთად მარტივად გამოვა, ანუ ცხიმში აკუმულირდება, შესაბამისად ტოქსიურობას იწვევს და ეს შეიძლება აისახოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუნდაც ახლა არ მინდა შევაშინო ჩვენი მსმენელი, მაგრამ გარკვეული ტიპის კიბოების განვითარებასაც ხელს უწყობს ზოგადად ტოქსიური არის ორგანიზმისთვის და უმჯობესია მალევე მოხდეს გაწმენდა ორგანიზმის შესაბამისი, ასე ვთქვათ, ინტრავენური ინფუზიებით და დროულად მოგვარდეს ეს სიტუაცია და D-ვიტამინის სიჭარბე არის ერთ-ერთი განმაპირობებელი კალციუმის ჭარბად დაგროვების ორგანიზმში და კალციუმი თურბილ-ქსოვილებში დაგროვდა, ეს უკვე ძალიან საშიში მდგომარეობა არის. საინტერესო ასევე სტატისტიკა, ასაკობრივი ჯგუფი თუ არის, აი რომელსაც უფრო მეტად აქვს D-ვიტამინის ნაკლებობა, თუ უკვე საყოველთაოდ გავრცელებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანში. ჩემს პაციენტებში ვიტყვი და ეს ასე თქვათ მარტო ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე არამედ კოლეგებთან საუბრის შემთხვევაშიც რომ არის საყოველთაო პრობლემა დღეს საქართველოში D-ვიტამინის დეფიციტი, მაგრამ ბოლო პერიოდში ამას სერიოზული ყურადღება ექცევა, ხშირად კონტროლდება, ამიტომ საკმაოდ ასე ვთქვათ გაუმჯობესებული არის მდგომარეობა. მინდა აღვნიშნო, რომ D-ვიტამინს ჩვენ ვიკვლევთ მარაგის ფორმას. ანუ ეს არის ღვიძლში მარაგი, რომელიც არ არის აქტიური ფორმა, ამიტომ თუ D-ვიტამინის დეფიციტი აღინიშნება, მარაგის დეფიციტი, მაგრამ კალციუმი არის ნორმაში, ეს ნიშნავს, რომ არ არის ჯერ კიდევ ფარულად მიმდინარე D-ვიტამინის დეფიციტი. მას სჭირდება მოგვარება, მაგრამ ჯერ ბოლომდე გამოვლენილი მისი გვერდითი მოვლენები არ არის, სანამ კალციუმი არის სისხლში ნორმის ფარგლებში, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ახერხებს, რომ გარკვეული თავისი ფუნქცია D-ვიტამინმა შეასრულოს, მაგრამ თუ არ მიხედა ადამიანმა, მერე უკვე ეს გადავა, ასე ვთქვათ, მანიფესტირებულ ფორმაში და უკვე სერიოზულ ზიანს გამოიწვევს ორგანიზმისთვის. ასევე მაინტერესებს რა კავშირშია D-ვიტამინი კანის ჯანმრთელობასთან. D-ვიტამინის კანის ჯანმრთელობასთან ასე ვერ ვიტყვი, რომ აი D-ვიტამინის დეფიციტი კანის და რაღაცა დაავადებებს იწვევს, მაგრამ მაგალითად ფსორიაზის დროს გამოიყენება D-ვიტამინის, ასე ვთქვათ, მალამოები, ანუ ტოპიკური D-ვიტამინები, რომელსაც ძალიან კარგი ეფექტები აქვს და სხვადასხვა ძალიან დიდ კონკურენციას უწევენ სტეროიდულ მალამოებს ფსორიაზის მკურნალობის პროცესში. დიახ. წლის განმავლობაში რამდენჯერაა სასურველი D-ვიტამინის შემოწმება და აქვე უნდა მივიღოთ თუ არა D-ვიტამინი წელიწადის ყველა დროს მაგალითად. თუ მხოლოდ ზამთარშია რეკომენდებული. არა, სხვათაშორის მე არ მიყვარს, როდესაც პაციენტებს უწყვეტენ D-ვიტამინს ზაფხულის პერიოდში და ავხსნი რატომ. ძირითადად ეს ხდება სხვათაშორის უკონტროლოდ შეწყვეტა, ანუ იღებს პაციენტი და უცებ ზაფხული დადგა და ეუბნებიან, რომ всё, დადგა ზაფხული და შეწყვეტა D-ვიტამინი. მაშინ, როდესაც ზაფხულში კი არის მზე უფრო აქტიური, მაგრამ თუ ჩვენ შობულება ერთი კვირა გვაქვს და დანარჩენი დრო ისევ შენობაში ვატარებთ, ანუ ჩვენ უბრალოდ მზესთან არ გვექნება არანაირი შეხება და ძალიან ბევრ პაციენტს შეწყვეტის შედეგად უქვეითდება და ისევ თავიდან უწევთ მერე სამკურნალო დოზის მიღება და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვურჩევ, რომ წლის განმავლობაში პაციენტმა მიიღოს, შეიძლება იქ მოხდეს ერთკვირიანი, ორკვირიანი, თუ ვთქვათ, წავიდა ძალიან აქტიური და კარგი ნორმა თუ აქვს, იქ ხა ცოტა ხანი შესვენება მოხდეს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ისევ D-ვიტამინის სტატუსიდან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას. მეორე ფაქტორი, რაც მნიშვნელოვანი არის, რომ D-ვიტამინი პირველ შემთხვევაში უნდა გაკონტროლდეს, როცა ვიწყებთ მკურნალობას, მერე მონიტორინგი პირველი უნდა მოხდეს 4 თვეში. ნუ ძირითადად 2 თვეში შეიძლება გააჩნია რა სტატუსია და რა დოზას ნიშნავს, 2-დან 4 თვემდე შუალედში და შემდგომ უკვე შეიძლება ერთი კონტროლი 6 თვეში მოხდეს და წელიწადში ერთხელ უკვე თუ პაციენტი იღებს სტაბილურად ამ შემანარჩუნებელ დოზირებას D-ვიტამინის,
უკვე მერე სტაბილურად შეუძლია წელიწადში ერთხელ იკონტროლოს და დარწმუნდეს, რომ უბრალოდ ეს სტატუსი ნორმაში აქვს. მე განსაკუთრებით ამას ურჩევ ქალბატონებს, რომლებიც არიან პრემენოპაუზურ პერიოდში ან პოსტმენოპაუზურ პერიოდში, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტს, ხომ არ აღენიშნება თანმხლები დაავადება, როგორიც არის ოსტეოპოროზი. რადგან ოსტეოპოროზი და ასევე ოსტეომალაციით დაავადებულ პაციენტებში უმნიშვნელოვანესია, რომ მათ მიიღონ კალციუმი და D ვიტამინი დანამატის სახით. კალციუმის შემთხვევაში აქ საკვებით მიღება უფრო მარტივი არის და გაიდლაინების და პროტოკოლებიც გვირჩევენ, რომ მივიღოთ საკვებით და ან დანამატით. აქ იგულისხმება, რომ იღებ გარკვეულ საკვებიდან და რაც საკვებიდან ვერ იღებ, იმას ამატებ უკვე მერე დანამატის სახით. თუ ეხა კვება ძალიან დაუბალანსებელია და პაციენტს არც ერთი პროდუქტი არ უყვარს და არ იღებს, რომლებიც ან რაღაცა მიზეზით გამო უბრალოდ ვერ იღებს, რომლებიც კალციუმი მდიდარია, მაშინ მხოლოდ დანამატი უნდა მიიღოს. მაგრამ ის კალციუმი რო შეიწოვოს, ამისათვის უნდა იყოს D ვიტამინი აუცილებლად ნორმაში ორგანიზმში. ახლა D ვიტამინთან მიმართებაში მინდა ასევე აღვნიშნო, რომ D ვიტამინის ფორმები არის სხვადასხვა. ძირითადად ჩვენ ვიღებთ D3 ვიტამინს, ეს არის ქოლეკალციფეროლი და არის ასევე D2 ვიტამინი, ერგოკალციფეროლი. თუმცა მიჩნეულია, რომ უმჯობესია D3 ვიტამინის მიღება. ეს არის ის, რაც კანში წარმოიქმნება. თუ არ ვიღებთ დანამატს, ანუ ეს არის ის, რაც კანში წარმოიქმნება. შემდგომ ეს ჯერ ერთ გადამუშავებას გადის ღვიძლში, ანუ ის მარაგის ფორმა, რომელსაც ჩვენ მერე სისხლში ვიკვლევთ და მერე თირკმელში აქტიურ ფორმად გარდაიქმნება. თუ თირკმელში აქტიურ ფორმად არ გარდაიქმნა, ვერ მოხდება ნაწლავი. ანუ ის აქტიური ფორმა უზრუნველყოფს, რომ ნაწლავში, ასე ვთქვათ, მარტივად რო ვთქვათ, კარები გაიღოს და ეს კალციუმი შევიდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ პაციენტს აღინიშნება ან ღვიძლის დაავადება, ან თირკმლის დაავადება, მაშინ D3 ვიტამინის მიღება შეიძლება მისთვის არ იყოს არაფრის მომცემი და აქ უკვე საჭირო არის მიღება და არის უკვე წამლის ფორმითაც ღვიძლის ფორმა და თირკმლის აქტიური ფორმა ამ D ვიტამინის. აქ ძალიან ბევრი ფაქტორი არის გარდა ღვიძლის და თირკმლის დაავადებისა, როგორიც არის პარათორმონის დონე, ანუ თირკმელში რო გააქტიურდეს D ვიტამინი, ეს მარაგის ფორმა რომ მერე გააქტიურდეს, პარათორმონი უნდა გქონდეს ნორმაში. თუ მაგალითად პაციენტს ჩატარებული აქვს ფარისებ ახლო, ანუ პარათიროიდულ ჯირკვლებზე ოპერაცია და პარათორმონი აქვს დაბალი სისხლში, მაშინ მისთვის აუცილებელი არის D ვიტამინი ცალკე მიიღოს აქტიური ფორმა. ამას ქვია კალციტრიოლი. იმედი ახლა სვენელისთვის გასაგები არის და ასე ვთქვათ არ დავაბნიეთ, მაგრამ D3 ვიტამინი მხოლოდ მაშინ არ არის. შეიძლება ორივე დაჭირდეს D3-იც და ის აქტიური ფორმაც იმისათვის, რომ მოხდეს კალციუმის შეწოვა ორგანიზმში. ამიტომ მნიშვნელოვანი არის გამოკვლევა მოხდეს როგორც თირკმლების ფუნქციის და ასევე ღვიძლის ფუნქციის. და ნორმა საინტერესოა აი ორგანიზმში, რამდენი უნდა იყოს ნორმა D ვიტამინის. ამაზე სამეცნიერო საზოგადოება ძალიან ბევრს დაობს. იმიტომ რომ D ვიტამინს როგორც ენდოკრინოლოგები ნიშნავენ, ასევე ზოგადი პროფილის ექიმები, ასევე ტრავმატოლოგები, თუმცა ენდოკრინოლოგიური კუთხით იმისათვის რომ D ვიტამინმა სრულად ასე ვთქვათ, გამოავლინოს თავისი დადებითი ეფექტები ორგანიზმზე, არის 30-ზე მაღალი. და ოპტიმალურ ზღვარში 70-მდე ეს იქნება მშვენიერი შედეგი პაციენტისთვის, თუ ექნება 37, 38, 45, 50-იც, ეს იქნება ძალიან კარგი. 30-დან უკვე ნორმის ფარგლებში შეიძლება ვთქვათ. კი. იმიტომ არა ენდოკრინოლოგები 20-დანაც უკვე ნორმად თვლიან და შეიძლება 26-ზე, 27-ზე არ დანიშნონ არანაირი მკურნალობა, მაგრამ ენდოკრინოლოგები ვნიშნავთ, მე პირადად ვნიშნავ, ოღონდ რა თქმა უნდა, ხა 15 როცა არის D ვიტამინი 25, ამათ შორის არის განსხვავება და დოზირებაც სხვადასხვანაირი იქნება სამკურნალო. დიახ. და ნაია ჩვენი საუბრის ბოლოს, როგორც პროფესიონალი ექიმი, ენდოკრინოლოგი, რას ურჩევთ? კი ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ რადიო მსმენელს. პირველ რიგში, რა მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ D ვიტამინით გამოწვეული საფრთხეები. დიახ, პირველ რიგში მე ვურჩევ, რომ თუ არასდროს არ გაუკონტროლებია D ვიტამინი, გაიკონტროლოს აუცილებლად, ერთხელ
ახალ მაინც საწყისი სტატუსი რომ იცოდეს D ვიტამინის. თუ პაციენტს ნორმაში აქვს D ვიტამინი და მე მყოლი ასეთი პაციენტები, თუმცა ძალიან იშვიათად ყველანაირი დანამატის გარეშე როცა ნორმაში აქვს, მაშინ უბრალოდ გააგრძელონ ის რეჟიმი თავისი ცხოვრების, შეიძლება ეს იყოს აქტიური, ვთქვათ, იყო ის პაციენტი მაგათად ვისაც ნორმაში ქონდა ზამთარ ზაფხულ ველოსიპედით ძალიან ბევრს მოძრაობდა. თუ არა, მაშინ გაიაროს აუცილებლად ექიმთან კონსულტაცია, D ვიტამინის დეფიციტი თუ აღმოჩნდა, უნდა მოხდეს კალციუმის დონის გაკონტროლება აუცილებლად, ასევე იქ გაჩნია ასაკს პაციენტის ძვლების, ყოველთვის არ არის აუცილებელი ძვლების მინერალიზაციის გამოკვლევა, მაგრამ თუ თქვა ძალიან დეფიციტი ან კალციუმის დეფიციტის გამოვლინდა, მაშინ კი და ექიმის დანიშნულების მიხედვით მიიღო სამკურნალო დოზა და როდესაც დამთავრდება სამკურნალო პერიოდი, 3 თვე იქნება 2 თვე თუ 4 თვე, აუცილებლად გააგრძელოს მერე საპროფილაქტიკო დოზით D ვიტამინის მიღება. საპროფილაქტიკო დოზა, რასაც ახლა გაიდლაინები გვეუბნება, ეს არის დაახლოებით 600-დან 800 საერთაშორისო ერთეულამდე, მაგრამ არასდროს ეს დოზა საკმარისი პაციენტისთვის არ არის. მინდა ასევე გავითვალისწინოთ და ძირითადად ეს არის 2000 საერთაშორისო ერთეული, რაზეც პაციენტებს კარგად უნარჩუნდება D ვიტამინი ნორმაში და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებს ან პაციენტებს, ვისაც აქვთ შეწოვის პრობლემები, ანუ მაგათაც ცელიაკია აქვთ, როგორც უკვე ვისაუბრეთ, ან ნაწლავის დაავადება, ან გაძლიერებული აქვთ დეფეკაცია და ასე შემდეგ, ასეთ პაციენტებში უნდა მოხდეს გაზრდი უფრო მეტი დოზით D ვიტამინის მიღება, როგორც სამკურნალო, ასევე შემანარჩუნებელი თერაპიის დროს. ნაია, უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის, უცებ გავიდათ, რომ დიდი მადლობა ასეთი კომპეტენტური პასუხებისთვის, ასევე დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით.